საქართველოში სახელმწიფო რელიგიის 1700 წლის საობილო თარიღთან დაკავშირებით გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფლების კურთხევა გრძელდება. ამჯერად საზეიმო მსვლელობა კარდენახში გაიმართა. ეპარქიის სასულიერო პირებმა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში წირვის აღსრულების შემდეგ სოფელი აკურთხეს. მუნიციპალიტეტის სოფლების კურთხევა გურჯაანი ველისციხის მთავარეპისკოპოს მეუფე ექვთიმეს ლოცვა კურთხევით იმართება. დღევანდელ დღეს ღვთისმადლით მეუფე ექვთიმეს ლოცვა კურთხევით ჩვენს ეპარქიაში უკვე გრძელდება, ესე ვთქვათ, და კიდევ კვლავ გაგრძელდება სხვადასხვა სოფლების კურთხევა ჩვენი ეპარქიის. დღევანდელ დღეს იკურთხა სოფელი კარდენახი, სოფელ კარდენახს ყავს 3 მოძღვარი, 3 ტაძარი მოქმედი, საოცრად მადლიანი დღე გქონდა, 12 სასულიერო პირი ვიყავით ერთად ვწირეთ, შემდეგ მცირე აიაზმე და სოფლის კურთხევა, ცენტრში მოხდა გადახდა ღვთისმშობლის პარაკლისის და ესე ვთქვათ, რომ აი თან მოციქულთა ხსენება და 60 ღვაწლია ერთგვარი ჩვენი სასულიერო პირების 21 საუკუნის სასულიერო პირების 60 ღვაწლი არის აი ესე მცირე აიაზმის შესრულება და სოფლის კურთხევა და საოცარი დიდი ემოცია და დიდი სითბო და დიდი მადლი არის ამ სოფლის და თითოეულ სოფლის მკვიდრთათვის. მათი დამოკიდებულება, მათი სიხარული ძალიან ბევრ ადამიანს სწრემლიც კი აქვს, ძალიან ბევრი ადამიანი პიჯვარს ისახავს, ძალიან ბევრი ადამიანი სიხარულით გვხვდება და ბევრი ადამიანი კი კითხულობს, რომ რა ხდება და რა თქმა უნდა პასუხსაც იღებს და ღმერთმა დაალოცოს სოფელი კარდენახის მკვიდრნი, ღმერთმა დაალოცოს ჩვენი ეპარქიის გურჯაანის და ველისციხის ეპარქიის მკვიდრნი და ღმერთმა დაალოცოს სრულიად საქართველოს და კურთხევა, მადლი და წყალობა არ მოაკლდეს სრულიად საქართველოს.